გამარჯობათ. თქვენ უსმენთ Mindsense მინდია გაბიჩვაძესთან, მე ვარ მინდია გაბიჩვაძე და დიდი მადლობელი ვარ, რომ ჩემთან ერთად ხართ და გაატარებთ ამ გარკვეულ პერიოდს. პირველ რიგში ყველას დიდი მადლობა ჩვენი არხის გამოწერისთვის, თქვენი დახმარებით და თქვენი გამოყოლით. მე უფრო მეტი სტიმული მეძლევა, რომ გავაგზავნო ამ თემებზე საუბარი და თქვენ გაგიზიაროთ ჩემი პრაქტიკული და ჩემი პირადული გამოცდილება ფსიქოლოგიის სფეროსთან დაკავშირებით. ამიტომ თხოვნა, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი და ასევე გამომყვეთ სხვადასხვა social media-ზე, Facebook-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე. აუტიზმის ეპიზოდის შემდეგ რაღაც მოულოდნელი მოხდა. კომენტარების ბოქსები უბრალოდ კი არ შეივსო, არამედ ფაქტიურად აფეთქდა. ათასობით შეწყობინება შემოვიდა ჩვენთან. ზოგიერთი თქვენგანი კიდევაც გვეკამათა. ძალიან ბევრმა გაგვიზიარა ისეთი რაც აქამდე ხმამაღლა არ ქონდათ ნათქვამი. რამდენიმე შეტყობინება პირიქით იმდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რომ დღემდე ვფიქრობ მათზე. მაგრამ პირველ რიგში მე მინდა თითოეულ თქვენგანისთვის მადლობა გადაგიხადოთ. იმიტომ რომ ის დისკომფორტი, რომელიც იგრძენით, არ არის ის, რასაც უნდა გავექცეთ. სწორედ იქ, იმ წერტილში იბადება ნამდვილი დიალოგი და ჩვენ ეს დავიწყეთ აუტიზმთან დაკავშირებით. მე დღეს ვაგრძელებ ამ თემასთან საუბარს და ვაგრძელებ საუბარს, რა ხდება დიაგნოზს დაუსმელ დიდებში, მოზრდილებში. როდესაც მათში აუტიზმი არსებობს. მე მინდა გულახდილად გითხრათ ერთი ფაქტორი, თქვენ კითხვებთან დაკავშირებით და თქვენ კომენტარებთან დაკავშირებით. როგორც კლინიკურ ფსიქოლოგი, ჩემი სამუშაო არ არის მხოლოდ სასიამოვნო განწყობის შექმნა, ან ყველას დამშვიდება. ჩემი მოვალეობა მე მიმაჩნია, რომ მივყვე მეცნიერებას, მაშინაც კი და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კვლევები ქვეშ გვაყენებს ჩვენ ყველას და რაც გონია იმას ცვლის. ზუსტად mindset-ის თავარი გეგმა მაგია, რომ ჩვენ დავიწყოთ საუბარი. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელ საუბარში ძალიან ბევრი არსებული მტკიცებულებები ეჭქვეშ დაყენდება. ქართულ კულტურაში და არა მხოლოდ ქართულ კულტურაში, არამედ მსოფლიოს უმეტეს ნაწილში ღრმად არის გამჯდარი ის მითი, რომ თითქოს აუტიზმი მხოლოდ ბავშვთა ასაკის მდგომარეობაა. თითქოს ეს არის რაღაც, რაც ბავშვებში იჩენს თავს და შემდეგ რაღაცნაირად ქრება. ამ ინფორმაციას ხშირად ხვდებით პოსტერებზე, კლინიკების მისაღებ ოთახებში. უმრავლესი საინფორმაციო კომპანია არის და ყოველთვის აუტიზმის სახე ყოველთვის არის ბავშვის. მე მინდა ერთი კითხვა დავსვა, რომელსაც ძალიან ხშირად არ ვსვამთ. სად მიდიან ეს აუტიზმის დიაგნოზირებული ბავშვები, როდესაც იზრდებიან? თუ ისინი 18 წლის შესრულებისთანავე სცდებიან საკუთარ ნეირობიოლოგიას. პასუხი ძალიან ადვილია. არა, ეს არ ხდება. ზუსტად ამაზე მინდა დღევანდელი ეპიზოდი დავუთმო, ამ საკითხის შესახებ. ზუსტად ამ წუთას თქვენს ირგვლივ ალბათ არიან ადამიანები, რომლებიც აუტიზმით ცხოვრობენ ზრდასრულ ასაკში და ეს დიაგნოზი არ აქვს დასმული. ისინი დადიან სამსახურში, ზრდიან შვილებს, მართავენ ურთიერთობებს, იხდიან გადასახდელებს და შეიძლება თვითონაც არ ქონდეთ წარმოდგენა, რომ მათი ტვინი სრულიად განსხვავებულად არის მოწყობილი. 10 წლეულების განმავლობაში აუტიზმის იდენტიფიცირების მთელი კლინიკური სისტემა აგებული იყო ერთ კონკრეტულ პროტოტაიპის გარშემო. ახალგაზრდა, თეთრკანიანი, სოციოეკონომიკური პრივილეგირებული, მამრობითი სქესის პროტოტაიპზე, პროფილზე. ეს არ ყოფილა შემთხვევით. თითქმის ყველა კვლევა დასაწყისში ექსკლუზიურად ბიჭებზე იყო დაღრდნობილი. დიაგნოსტიკული კრიტერიუმებიც, რომლებიც ცოტა მოგვიანებით შეიქმნა დიაგნოზის დამტკიცებასთან დაკავშირებით, ბიჭების გარშემო იყო დაწერილი. ქცევითი კითხვარები, ზოგიერთი დღესაც კი გამოყენებული, რომელსაც ძალიან ბევრი სპეციალისტი იყენებს, ბიჭების ირგვლივ იყო შექმნილი. სისტემა ისე კი არ შექმნილა, რომ გოგოები და ზრდასრულები შეგნებულად გამოეტევებინათ.
მან უბრალოდ თავიდანვე ამ სისტემამ არც კი დაიწყო ამის გამოკვლევა. ციფრები სხვა რაღაცას გვაჩვენებს. და ასევე ამ ციფრებმა და კვლევებმა დაგვანახა, რომ რამხელა მწარედ დაგვაზიარა ამ მიდგომამ. მოდი შევხედოთ გლობალურ მონაცემებს. ხო, გლობალური მონაცემებით ჩვენ ვიცით, რომ 36 ბავშვიდან ერთს აქვს აუტიზმის სპექტრუმს კრიტერიუმები. როდესაც ჩვენ შევხედავთ დიაგნოსტიკურად და სქესთან მიხედვით, ჩვენ ვხედავთ, რომ 3.4 მამრობითი სქესი და 1 მდედრობითია ეს დამოკიდებული. თაობების განმავლობაში სამედიცინო საზოგადოება ამ დისბალანსს ბიოლოგიურ ფაქტად განიხილავდა. უბრალოდ ვიძახდით, რომ აუტიზმი უბრალოდ მამაკაცებში უფრო ხშირად ხდება და ამით ვამთავრებდით ყველაფერს. მაგრამ თანამედროვე მეცნიერებამ ეს ფაქტორი ვარაუდი ფაქტიურად გაანადგურა. შედეგები შეიცვალა. რეალური თანაფარდობა მამაკაცებს და ქალებს შორის უფრო გაწონასწორდა. ეს რას ნიშნავს ახლა ადვილად? რომ აუტიზმი დიაგნოსტიკის გოგოებიდან 80% აღწევს 18 წლის ასაკს ყოველგვარი დიაგნოზის გარეშე. ეს კატასტროფული მონაცემებია. 80% ძალიან დიდია. მეორე გამოკვლევაც იყო ძალიან ძლიერი, რომელიც შვედეთში მოხდა. ეს იყო გრძელვადიანი გამოკვლევა და ამათ მას შეხედეს 20 წლის ასაკთან დაკავშირებით. გოგოს და ბიჭებს შორის. იცით რა მოხდა? ერთ-ერთზე დადგა. ჩვენ აუტისტის ქალები, იმიტომ კი არ გამოგვჩა, რომ ისინი არ არსებობდნენ. ისინი იმიტომ გამოგვჩა, რომ სახელმძღვანელოებში არასდროს ეწერენ. და აქ მინდა გიბიძგოთ კრიტიკულ აზროვნებასთან. იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ მედიცინის ჩამორჩენილობის პრობლემა. ეს არის სისტემური 10 წლეულობის განმავლობაში არსებული მარცხი, რომელსაც ჰქონდა რეალური ცხოვრების შემცველი შედეგები მილიონობით ადამიანისთვის. მათ შორის არიან ის ადამიანები, რომლებიც ალბათ თქვენს გვერდზე ცხოვრობენ, რომლებიც თქვენ გვერდზე ყოველდღე არიან. მინდა ერთ კითხვაზე დავფიქრდეთ. არა იმაზე თუ როგორ გამოგვჩნენ ისინი, არამედ უფრო ბევრად, უფრო უხერხულ კითხვაზე. ვინ ისარგებლა დიაგნოსტიკური სისტემით, რომელიც მხოლოდ გარკვეული ტიპის ადამიანებს ეძებდა? მოდი დავფიქრდეთ ერთი წუთი ამ შეკითხვაზე. როდესაც ადამიანი საქართველოში ისე იზრდება და მას აქვს აუტიზმი და არასდროს ეძლევა საკუთარი თავის გაგების ჩარჩო, საზოგადოება ამ სიცარიელეს უბრალოდ ასე არ ტოვებს. საზოგადოება მაშინ მიეშურება, რომ რაღაც იარლიყები მიაყენოს ამ ადამიანს. და მე გამიგია ეს ფრაზები საქართველოში. აუ ცოტა უხეშია, ძალიან კომპლექსიანია, ცოტა ამაყიცკია რაღაცაზე და არა კომუნალურია. ან მეორე მხარე, რომელიც ყოველთვის სასაცილოა. თუ ისინი არიან ძალიან ნიჭიერები და გარკვეულად თუ რაღაც სფეროში არიან, აი ვიწრო attention-ი რომელსაც აქვს, რა დამოკიდებულება რომელსაც აქვს. ძალიან ხშირად იმას იცით რას უწოდებენ საქართველოში, გენიოსია, მაგრამ ცოტა გიჟია. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა თქვენთაგანი იცნობთ აი ამ იარლიყების ირგვლივ ადამიანებს. მე მაგალითად ვიცნობ ძალიან ბევრს. ძალიან ბევრი მათგანი ჩემ კლინიკაში არიან. ჩემს წინ ჯდარან. ისინი ხშირად არა ყოველთვის არიან წყინვარე, გრძნობიარე, ღრმად ეთიკური ინდივიდუალები. და ამ ადამიანებმა 30-40 წელი გაატარეს იმის მოსმენაში, ახლობლები ადამიანებისგანაც კი, რომ ისინი რაღაცნაირად ფუნდამენტალურად არასწორად არიან. შევხედოთ, რას აკეთებს არ დასმული დიაგნოსტირული ადამიანი დასრულად ასაკში, ზუსტად ამ გარემოში. ის მიმართავს, რასაც ჩვენს უწოდებთ masking-ს, ნიღაბის ტარებას. მე მინდა, რომ ეს ძალიან კარგად გაიგოთ. ეს რას ნიშნავს?
რადგან ტერმინი მასკინგი შეიძლება ჟღერდეს როგორც მცირე უსიამოვნებას. ამ შემთხვევაში ეგ არ არის. მასკინგი ამ მათთვის არის ბუნებრივი ნევროლოგიური რეაქციების შეგნებული, დამქანცველი და უწყვეტი ჩახშობა. წარმოიდგინ ერთი წუთი, რომ შენ არ შეგეძლოს ზუსტად ისეთი იყო, როგორიც ხარ. ეს მაგალითად გამოიხატება იმაში, რომ თვალების კონტაქტის ძალდატანებას ახდენენ. როცა ფიზიკურად ეს მათში ტკივილს იწვევს. ასევე მათთვის თითეული საუბრის სცენარის გაწერას ახდენენ დღეების განმავლობაში. ეს მათთვის ნიშნავს გარშემომყოფებზე დაკვირვებას და მათი სიცილის, სხეულის პოზის, მეტყველების მანერების, სახის გამომხედველობის ფაქტიურად კოპირებას. არა იმიტომ, რომ ამ ადამიანებს ბუნებრივად გრძნობა აქვთ ამის მიხედვით, არამედ იმიტომ, რომ ამ როლის სწორად შესრულება დაავალა სოციალურმა სამყარომ. და ეს მათთვის ფაქტიურად გადარჩენის ფასია. ეს მუშაობს იმისთვის, რომ მათ შეინარჩუნონ სამსახური, დარჩნენ ურთიერთობებში და მათ გარშემო მყოფი ადამიანები დაარწმუნონ, რომ ყველაფერი რიგზია და ისინი ტიპიური ნორმალურები არიან. საბოლოოდ ამ ადამიანებში სისტემა ითიშება. კლინიკურ ენაზე ჩვენ ამას აუტისტურ გამოფიტვას, autistic burnout-ს უწოდებთ. მინდა ეს ყველაფერი ჩემი კლინიკური პრაქტიკით, რეალური ისტორიით გაგიზიაროთ. რამდენიმე თვის წინ მუშაობდი ერთ-ერთი ძალიან განათლებული ადამიანის პროფესიულად წარმატებულ ქალთან, რომელიც 40 წლის დასაწყისის ასაკში არის. ის მოვიდა ჩემთან ფაქტიურად გამოხატავდა აი ამ სრულ გამოფიტვის მდგომარეობას. როდესაც მისი თავისი ფსიქიატრიული ისტორია გამიზიარა, ძალიან ბევრი დიაგნოზები აღმოჩნდა მაშინ. გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა, მკურნალობისგან რეზისტული დეპრესია, მოსაზღვრე პიროვნული აშლილობა, ქრონიკული დაღრის სინდრომი. ის ფაქტიურად 20 წლის განმავლობაში მკურნალობდა მედიკამენტებით. საავადმყოფოშიც კი იწვა. და ფაქტიურად უკვე უგულებელყოფილი იყო. არაფრის იმედი აღარ ჰქონდა. თვითონაც გაურკვეველ მდგომარეობაში იყო. ჩვენ როდესაც დავიწყეთ საუბარი, მე უბრალოდ დამაინტერესა მისი სრული განვითარების ისტორია შემესწავლა. მისი ბავშვობის სენსორული მგრძნობიარობა, მთელი ცხოვრების მანძილზე არსებული ჰიპერფოკუსი, სოციალური ურთიერთობები, რუტინები როგორი ქონდა მას, ქონდა მკაცრული მიდგომა ამასთან, როგორ განიცდიდა თავს. გრძნობდა თუ არა როდისმე რომ რაღაც ამ სამყაროში სტუმარი იყო. რა წესებით მუშაობდა სამსახურში. და აი ამის შემდეგ მისი სურათი ძალიან აშკარი გახდა. დიაგნოსტიკული ინსტრუმენტების გარეშეც მე მივეცი ჩემთან საშუალება, რომ ამ ადამიანისთვის აუტიზმის დიაგნოზი დამესვა 42 წლის ასაკში. ის რაც ჩემ კაბინეტში მოხდა, მე ძალიან ხშირად მინახია. ამ პერიოდში ხდება ძალიან მტკივნეული გლოვა საკუთარი თავის ახალგაზრდა ვერსიის მიღმა. ისინი გრძნობენ, რომ გვერდში ფაქტიურად არავინ არ ყოლიათ. თუნდაც ის ადამიანი, ვინც ეტყოდა, რომ ის არ იყო არასწორი. ის უბრალოდ განსხვავებული იყო. ამ ისტორიას სენტიმენტალურობისთვის კი არ გიყვებით, არამედ იმიტომ, რომ ეს არ არის გამონაკლისი.
ზუსტად ამ დროს ამ ადამიანმა შეძლო რომ გამოეხატა თავისი ემოციები ორივე მხარის გლოვის და ასევე შვების მან ცადა რომ ცრემლებით ეჩვენებინა ჩემთვის ის ტკივილი რომელიც 40 წელი ატარებდა ის მას ყველაფერი გაახსენდა საავადმყოფოში წოლაც ამდენი წამლების მიღებაც ამდენ თერაპიაზეც სიარული და მიუხედავად იმისა რომ ერთი მხარე დაინგრა მაშინ მეორე მხარის აშენებაზე დაიწყო მუშაობა როგორ შეეძლო თავისი ცხოვრება გაეგრძელებინა მოდი შევხედოთ რა მიზეზით რჩებიან აუტიზმის დიაგნოზის მქონე გოგოები დიაგნოზის დაშვების გარეთ ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად დაფასებული კლინიკური მიზეზი მათი სპეციალური ინტერესების ბუნებაა. აი მაგალითად თბილისის ყველა ავტობუსის მარშრუტის ზეპირად ცოდნა 5 წლის ასაკში შეიძლება კლინიკური განგაში გამოიწვიოს და ვიღაცამ ამაზე რაღაცა ატეხოს. მაგრამ აუტისტის მქონე გოგონას ინტენსიური ინტერესები როგორც წესი სრულყოფილად ემთხვევა იმას, რასაც საზოგადოება გოგოებში ისედაც აჯილდოვებს. ისინი თუ არიან ხელოვნებაზე გადასულები, ლიტერატურაზე გადასულები, ადამიანის ქცევას, ან პოპულარული კულტურის ფენომენზე თუ უყურებენ, ასეთ გოგოებს ჩვენ უწოდებთ, რომ ისინი ძალიან ჭკვიანები და ძალიან ღრმად არიან ჩამჯდრები თავიანთ ინტერესში. ჩვენ მათ სხვანაირ შეფასებას ვაძლევთ. თუნდაც, როდესაც ისინი თავიანთ ნივთებს ესე მწკრივში ჩაალაგებენ, ჩვენ ამას არ უყურებთ, როგორც რაღაცის პრობლემას. ამ შემთხვევაში ჩვენ ვიძახით, რომ აი როგორ პერფექციონიზმით არის დაკავებული. ეს ყველა, რაც შეიძლება იყოს აუტისტის ფაქტორი, ჩვენთვის კულტურულად მისაღებია გოგოებში. ეს ყველაფერი ნიღბად გადადის. ეს არ არის თეორიული დაკვირვება. ამას ნეიროფსიქოლოგიაც და ნეირომეცნიერებაც აჩვენებს. ერთ-ერთი კვლევა არის, რომელმაც გამოიყენა აუტიზმის სქესის მიხედვით სპეციფიკური სტრუქტურა შეხედა ტვინის განსხვავება თუ ხდება ამ პერიოდში. ამ კვლევამ ადვილად რომ თქვათ, გვაჩვენა ის, რომ აუტიზმის მქონე გოგონების ტვინი სტრუქტურულ დონეზე უფრო სოციალურ ურთიერთობაში ადვილად შედის, ვიდრე ბიჭი, აუტიზმის მქონე ბიჭი. და ზუსტად ეს, თუ ჩვენ მხოლოდ სოციალურ დეფიციტის საპოვნელად გამოვიყენებთ ინსტრუმენტებს, დიაგნოზს შეამცირებს. და ეს გოგონები დარჩებიან დიაგნოზის გარეთ. კიდევ ერთი ფაქტორი მინდა გავამახვილო. ეს არის სტერეოტიპები ჩამოყალიბებული აუტიზმთან დაკავშირებით და ძალიან ხშირად ეს არის მინიჭებული ქალებისთვის. და ეს არის ძალიან არასწორი მეცნიერული სტერეოტიპები. ალბათ თქვენ კინოშიც კი გინახიათ, ტელევიზორშიც გინახიათ, აი მაგალითად ერთი ის არის სერიალია The Good Doctor, კარგი ექიმი ქვია, რომლის წარმომადგენელი ამ სპექტრუმზეა, რომელსაც ფაქტიურად ემოციების გამოხატვის საშუალება არ აქვს. ან Dustin Hoffman-ის Rain Man, რომელიც ყველას უყვარს ეს კინო, იქაც, რომ თვითონ აი ამ ემოციების გამოხატვა არ შეუძლია. ეს ფაქტიურად ყველა კულტურაში რაღაც სიმბოლოდ გახდა. ფაქტიურად წარმოდგენა მოხდა, რომ ამ ადამიანებს ესენი ემოციურად მულწდომელები არიან. ეს არ არის მხოლოდ რაღაც ნიუანსების მქონე ცდარი დახასიათება. ეს ფაქტობრივად ცდარია. და თანამედროვე ნეირომეცნიერება ამას ამტკიცებს. ყველაზე დიდი გამოკვლევა, რაც მოხდა, ეს იყო კემბრიჯის ნეირომეცნიერების დეპარტამენტში.
და მათ აჩვენებს, რომ აუტისტური ადამიანებს ემპათია და ემოციების გამოხატვის დეფიციტი არ აქვთ. მათ უბრალოდ აქვთ პრობლემა, რომ ეს ახსნან. არ გაგაცდენთ ბევრს ამ კვლევასთან დაკავშირებით, მაგრამ ერთ რაღაცას კეთვით, რომ დიდი განსხვავება ზუსტად იმ ფაქტორთან, რომელიც რამდენიმე თქვენგან მომწერეთ, ალექსითიმია და აუტიზმ შორის. არის ხალხი, რომელსაც ორივე აქვს, მაგრამ ყველა ადამიანს, რომელიც აუტიზმის სპექტრუმზეა, ალექსითიმია არ აქვს. ალექსითიმია ის, ვინც არ იცის, ეს არის ნიშანი, რომელიც ხასიათდება საკუთარი შინაგანი ემოციური მდგომარეობის იდენტიფიცირების დეფიციტზე. ფაქტიურად დასახელებისა და აღწერის საშუალება არ აქვთ ამ ადამიანებს. ეს ძალიან ხშირად ხდება აუტიზმის მდგომარეობაში, მაგრამ არა ყოველთვის. ჩვენ ძალიან ხშირად ვსვათ ესეთ შეკითხვას, როგორ გამოვასწოროთ ადამიანი, როგორ შევცვალოთ ის ადამიანი, რომელსაც აუტიზმი აქვს, რომ მათ შეძლონ ფუნქციონირება ჩვენ სამყაროში. მე მინდა ეს შევცვალოთ თქვენთან ერთად. ეს კითხვა. მოდი იქნებ ეს შემოვატრიალოთ და დავსვათ სხვანაირად. როგორ ავაშენოთ სამყარო, რომელიც ფუნქციონირებს ადამიანის ნევროლოგიური სრული სპექტრისთვის. მე არ ვთხოვ საზოგადოებას, რომ მოერგოს უმცირესობას. მე უბრალოდ ვთხოვ საზოგადოებას, რომ შეწყვიტონ იმ რესურსების, იმ იარლიყების გამოყენება, რომლებიც არსებობს, თუნდაც იმ ფაქტორებთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან ხშირად ჩვენ არ ვიცით. იქნებ შევწყვიტოთ იმის მოთხოვნა, რომ ჩვენს გარშემო ყველა ადამიანმა შეასრულოს ერთი და იგივე სოციალური რიტუალები. ეს მხოლოდ იმისთვის, რომ ჩაითვალოს ძირითადად პროფესიონალად, ან ურთიერთობრივი პატივისცემის ღირსება მიიღოს ამ ადამიანმა. მოდით მივცეთ ადამიანებს სივრცე პირდაპირი კომუნიკაციისთვის ჩვენთან. ჩვენ ამისთვის ისინი არ დავსაჯოთ. თუნდაც ჩვენ თანამშრომლებს, აი დღეს სამსახურში რომ მიხვალთ, მივცეთ იმის საშუალება, რომ გამოიყენონ ყურსასმენები, იმუშაონ უფრო მშვიდ გარემოში, ან გამოტოვონ ოფისში დაბადების დღის აღნიშვნა, თუ მათ არ შეუძლიათ. და ნუ დავაძალებთ მათ ამას ყველაფერს. ნუ მივაკრავთ მათ, რომ ისინი ანტისოციალურები არიან. ვაღიაროთ, რომ ვინმე შეიძლება იყოს ღრმადერთგული, ზრუნველი და თქვენს ურთიერთობაში ინვესტირებული და ამავე დროს უჭირდეს ხანგრძლივი თვალებით კონტაქტის შენარჩუნება ან პატარა საუბრები. ეს ყველაფერი მათთვის შეიძლება ფიზიკურად მტკივნეული იყოს. თუნდაც მათ შეიძლება რაღაც სოციალური ურთიერთობის ღონისძიების შემდეგ რამდენიმე დღე დაჭირდეთ, რომ მარტო უნდა იყვნენ, რომ ეს ფუნქციონირება მათში დაბრუნდეს. ინკლუზია არ არის ადაპტაცია, როგორც ქველმოქმედება. ინკლუზია არის იმის ელემენტარული აღიარება, რომ ნევროტიპული სოციალური პერფორმანსი, რომელიც ჩვენ ნორმად ვაქცევთ და გვგონია, არასდროს ყოფილა უნივერსალური სტანდარტი. ეს ყოველთვის იყო დომინირებული იმ ხალხისგან, ვისაც ოთახში ყველაზე მეტი ძალაუფლება ჰქონდა. მინდა დავამთავრო ერთი იდეით. როდესაც თქვენ ცხოვრებაში ვინმეს მოუწოდებენ როგორც უხეშს, ან კომპლექსიანს, ან ზედმეტად სერიოზულს, ან შეუძლებელს, შეაჩერეთ თუნდაც ის ადამიანი, სანამ ამ ჩარჩოს გააგრძელებენ. მოდი დაუშვათ ის შესაძლებლობა, რომ ის, რასაც ჩვენ ვხედავთ იმ დროს, არ არის ხასიათის ნაკლებობა. დაუშვათ, რომ შესაძლოა უყურებთ იმ ადამიანს, რომელმაც წლები გაატარა სხვა პროგრამაში რო ემუშავა. ნაცვლად იმისა, რომ მოვთხოვოთ ნიღბის მოხსნა ჩვენი კომფორტისთვის, იქნებ შევძლოთ, რომ შევქმნათ ის გარემო,
რომ არავის არასდროს არ მოუწიოს ამ ნიღბის ტარება. ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა მივცეთ ყველას გამოხატოს თავისი თავი, როგორც მათ აქვს სურვილი. დიდი მადლობა მოსმენისთვის. ეს იყო Mindset Media გაბიჩვაძესთან და მომავალ შეხვედრამდე. გამოიწერეთ ჩვენი YouTube channel-ი, ასევე გამოყვევით ყველა social media-ზე და რაც თავარია, გაუფრთხილდით საკუთარ თავს და ყველას თქვენს ირგვლივ. მადლობთ.